Романович ძირფასობელი მომხმარებელ ვარდერებს სამყაროს ამათ შემოვხაზეთ. ჩვენი სტუმარია ბატონი მამუკა არაშიძე. ექსპერტი კავკასიის საკითხებში. და რა მარტო კავკასიის საკითხებში. მე ვიტყოდი რომ სოფლიო პოლიტიკის ექსპერტი არის ბატონი მამუკა. მოგესალმებით ბატონი მამუკა. მოგესალმებით მოგესალმებით. ძალიან საცემულოა თქვენ დღეს ჩვენთან გზადებით. ჩვენ ძალიან ბევრი კითხვები დავუგებდა იმ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თემასთან დაკავშირებით და ეს პირველი ყოველსა დაკავშირებულია ყველაზე დიდ კილთან, რომელსაც ქვია აფხაზეთი და აფხაზეთის თორებითი დაკარგვა. მე სანამდე კითხვაზე გადავიდოდი თქვენთან უშუალოდ მე მათ ჩამოვაყალიბებ ჩემს აზრს ბატონო მამუკა და მე აქედან თქვენ მოვიწევთ ალბათ იმ კითხვების პასუხის გაცემა რა კითხვებიც გამოჩნდება და თან ვისაუბრებთ ჩვენ როგორ ფიქრობთ საათამდე და ჩვენ შეგვიძლია ჩვენ ტელემოყრული ვაწოდოთ ზუსტი და სწორი ინფორმაცია ის ანალიტიკური მასალა რომელიც თქვენში არის და თქვენ ძალიან კარგად გაქვთ გათვითცნობიერებული. პირველ რიგში შევეხებინე ვენსის ჩამოსვლას კავკასიაში. კავკასიაში ცენტრალურ კავკასიაში ჩამოვიდა ვენსი, ორი ქვეყანა მოინახულა, მაგრამ ეს ვიცით რაც როდომ საქართველოს როდომაც თამაშგარობაში დარჩა. ეს რასაკვირველია, არ არის ჩვენი განსასწრებელი, მაგრამ ამავდროულად ეს ალბათ თქვენი ახსნა გექნება თამასთან დაკავშირებით და ეს ერთ-ერთი კითხვა მინდა თქვენ რასიტყვით მოკლედ ბატონო მამუკა, რომ ჩვენ ბევრი კითხვები გვექნა. პირდაპირ ხომ გადავიდეთ კითხვის პასუხს. გადავიდეთ. ნუ რა გითხრათ ახლა ის რომ მათ ჰქონდა ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას ძალიან კონკრეტული გეგმა და დაკავშირებული იყო ეს გეგმა ირანთან. ამას მოწმობს რამოდენიმე პირდაპირ და ირიბი პარტნიორი. აი მაგალითად ის თუნდაც რომ ვენსის ვიზიტის კონტექსტში ორივე ქვეყნის სომხეთის და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე 20-მდე სატრანსპორტო მტკნარი დაეშვა ჰერკულესის ტიპის. ვენსს არ დაყვება ამდენი დაცვა, ხო, რა თუნდა ჰერკულესში ეტევა უამრავი ადამიანი. მე მაინც მგონია რომ ეს არის მოსამზადებელი, ასე ვთქვათ, მოსამზადებელი სამუშაოებია ირანის გარშემო რკალის შეკვრის თვალსაზრისით. იმიტომ რომ იმავე პერიოდში რაც ჩვენმა მაყურებელმა და მსმენელმა არ იცის, 5 ასეთი სატრანსპორტო მტკნარი დაეშვა თურქმენეთის ტერიტორიაზე. ანუ ეს არის ჩრდილოეთ რკალის შეკვრა ირანის გარშემო. რა ტიპის აპარატურა ჩამოიტანეს, რა ტიპის სპეციალისტები ჩამოიყვანეს ამ მტკნარებმა, ჩვენთვის ის უცნობია ჯერჯერობით, მაგრამ არ მომძლით შუბი ხალხაში არ დაიმალება საბოლოო ჯამში. მეორე ერთი მე მაინც მგონია რომ აი ამას ემსახურებოდა ეს საქმე. ნუ რასაკვირველია, ეხლა მნიშვნელოვანი საკითხი იყო აზერბაიჯანის და სომხეთის ტერიტორიებზე გარკვეული ამერიკული აქტივობები. ეს ეხება ტექნოლოგიების საკითხს, ეს ეხება ვირტუალ ენერგიის საკითხს და ნუ რასაკვირველია თემა იყო კიდევ ეს ანგეზურის იგივე ტრამპის დერეფანი. ეხლა მე ამ კონტექსტში ვერ ხედავდი აუცილებლობას თუ გავითვალისწინებთ ირანის ფაქტორს, ვერ ხედავდი აუცილებლობას, მაგრამ აი საქართველოში უნდა ჩამოსულიყო ვენსი. თუმცა რასაკვირველია, უკეთესიც არის ალბათ, არა ბატონო? შეიძლება გარკვეულწილად უკეთესიც არის, ხალხაშორის უნდა ითქვას, რომ აქ დიდი ამბავი ეხლა იმის გამო, რომ ირანის საერთაშორისო ღონისძიებაზე, რომელიც თბილისში გაიმართა, საქართველოს მთავრობის წარმომადგენელიც დაესწრო. არ არის ეს გაუგებარი, იცი როგორ არის საქართველოს ხელისუფლება ცდილობს რამდენიმე ფრონტზე ითამაშოს ერთდროულად ურთიერთობების სისტემა არ შეცვლითოს, არ გააუქმოს, რადგან ამას რა კონტექსტში ვამბობ. რასაკვირველია, მოსაწონი ერთი შეხედვით არ არის, განსაკუთრებით გაღიზიანდა ისრაელის მხარე და ისრაელი ამ წუთში არის ერთადერთი ღია მხარდამჭერი რეგიონში. ჩვენი, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ანალოგიური ქმედება ნაბიჯი გადადგა სოფლებში სომხეთის ხელმძღვანელობამ და სომხეთის პრეზიდენტმა და მთავრობამ ვისაუბროთ წერეშები გაუგზავნა სომხეთის აზერბაიჯანისაც, იმას თეირანს. იცი როგორ არის ახლა პატარა ქვეყნისთვის, როცა მის გარშემო
არის გაურკვეველი პოლიტიკური კლიმატი, ის გარშემო პოლიტიკური კლიმატი გაურკვეველი არ არის გამორიცხული ასეთი ნაბიჯების ლოგიკურობაში. რომ იქაც არის, აქაც არის ცოტ-ცოტა რა. თუმცა ამას რომ მოყვებოდეს, რომ ხედავდეთ გათვლილ ნაბიჯებს რაღაც კონკრეტული აქტივობებთან დაკავშირებით, მაშინ შეიძლება ამაზე არ გაგვეკრიტიკებინა ხელისუფლება. ერთის მხრივ ლოგიკურია ქმედება და მეორეს მხრივ კარგი იქნება თუ ამას მოყვება რაღაც კონკრეტული ნაბიჯები, როგორც ლოგიკა დავინახოთ მთლიანობაში. დიდი მადლობა ძალიან მოსწორია და სხვათაშორის მართლაც გადავუღებ. მე თავისთავად ხალხია მეგობრებო ჩემთვის და ზუსტად ეს საერთო კონტექსტში განვიხილეთ ეს კონტექსტიც არის და ბატონო მინიშნებებიც ჩანს იქ, მაგრამ ჩვენ ახალ ჩავმოვდებით იმ საკითხს, რომელსაც ქვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და მე არ შემიძლია ნართვა და არ გავაჟღერო ჩვენ ვიფას ტელემოყურებლებთან ბატონო მოდის თქვენ ამ თემებზე მუშაობთ და ეს თემები თქვენთვის ძალიან ახლობელია. არის ასეთი აფხაზეთის ციხე, ჩრდილო-კავკასიელი, ვინმე იბრაგიმ იაგანოვი. იცით ალბათ და კარგად იცნობთ თქვენ ამ პიროვნებას, მაგრამ ეს ვიდეო გახდა ეს მასშტაბის ამდენი ქართული სისხლი ექნება ალბათ. მის სინდიძე იქნება, მაგრამ ეს მის სინდიძე იყო, თუმცა დღეს უცხოა ჩიქჩიკებს ეს პიროვნება და მე არ ვიცი ეს ამდენად სწორია, მაგრამ ის ამბობს ასეთ რაღაცას, რომ დღეს ჩვენ ასეთი აფხაზეთი ძალიან აფხაზეთში დღეს არის მთელი ბაქანალია, აფხაზეთი რუსეთმა მოაქცია თავის ლანჭებში, ის არ სადავოშობს ამათ და აფხაზეთის ინტერესების საერთოდ არის, რომელ სახელმწიფოებრიობაზეა საუბარი და რომელ ეკონომიკურ განვითარებაზეა საუბარი. ნუ მოკლედ მაგას მოусმენთ ჩვენ, მაგრამ მომგადაც და ცოტა იქითაც ცოტა ცერტებში შევა და ის ამბობს ასეთ რაღაცას, ეს ამდენად უცბელია მე არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რომ რაღაცა გაბედულობის ნიშნები რომ შეიმჩნევს ეს ფაქტია. ის ამბობს ასეთ რამეს, რომ იცით რა, ჩვენ აუცილებლად ვცდილობთ, თუ ჩვენ შევქმნათ ჩრდილო-კავკასიის ერთიანი სახელმწიფო. ეს ერთიანი სახელმწიფო იდეა თვითონ ეს აყენებს ამ იდეას. და ამავე დროს პარალელურად ამბობს, რომ საქართველოს გარეშე აფხაზეთი წარმოუდგენელია, დღეს უნდა ნებოს ომი და გაჩაღდეს საქართველოსთან მე არ წავლამში. მაგრამ საქართველოს გარეშე აფხაზეთის არსებობა და აფხაზეთის პერსპექტივა წარმოუდგენელია. ესეც ალბათ რაღაცა გარკვეული მინიშნება, თუმცა რამდენად წონადია ეს მინიშნება. ამაზე მე თავს ნამდვილად ვერ დავდებ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაცა მინიშნება, რომ არის ფაქტია, რომ აფხაზეთი დღეს, აფხაზეთის პერსპექტივა და აფხაზეთის ფარგლები დღეს საქართველოსთან მიმართებაში განიხილება. იმიტომ რომ იციან, რომ საქართველოს არასდროს არ გააწერებს აფხაზეთს შეუნარჩუნებს თავის თვითმყოფადობას, კულტურას, თავის იდენტობას და ამავე დროს თავარია რომ მან ესე იგი მიხედოს აკეთებს და მე უნდა აუცილებლად ჩვენ ვიქნებით გარანტები იმისა, რომ აფხაზებმა და ქართველებმა საქართველოს და აფხაზებმა მოილაპარაკონ ერთმანეთში და ჩვენ ამ გარანტორის ასე ვთქვათ როლში ჩავდგებითო და რაზე მოილაპარაკებენ ისინი ეს უკვე მათი საქმეა. როგორ ვფიქრობთ ეს ამდენად მისაღებია და რამდენად შეიძლება ჩვენ ამ თემაზე გავშალოთ მდელობა და ეს არის სამი პერსპექტივის მომანიშნებელი. ისეთაში ესაკმაოდ ძალიან შორიდან დაიწყეთ თქვენ და კი იბრაგიმ იაგანოვი და დონეს ფაქტორები არ მინდა გამომიჩეს მაინც, მაგრამ დავიწყოთ თავიდან პირველი წინადადებიდან ამ საკითხის განხილვა და ბოლო კითხვაზე გაწევს. თქვენ როგორც იგივე ბატონო. ნუ ახლა მე კიდე მითხრათ რომ ძალიან კარგად ვიცი ეს პიროვნებები ვინც წინადადებებში მონაწილეობდა ვინ ის გმირი იყო, ვინ ის გმირი იყო და ვინ რა გააკეთა. მე პირადად ვიცოდი ძალიან კარგად რუსლან იგივე და ჰამზად გელაევს, რომელიც მე საქართველოში იმყოფებოდა და იმალებოდა კარგახის განმავლობაში. და თვითონ ის პროცესი შეგვიძლია მოვიყოლო იაგროვის სიტყვის გარდა, რომ მე ორი გვირა ვიყავი აფხაზეთში სულ და დავინახევრე რასებს აკურებოდა საერთოდ მიდიოდა კონფლიქტი კიდე გამოვედი. იაგროვი დარჩა. მე ამ რუსლან გელაევის შეშინებული რაზმი შეცვალა ხამილ ბასაევის რაზმი. და უბრალოდ რაზმი იგივე დარჩა, მაგრამ ხელმძღვანელი შეეცვალა. გელაევი წავიდა უკან ტექნიკაში და ასეთი რამ ხდებოდა, რასაკვირველია ზოგს თვალები აიხილა, ზოგმა ვერაფერი ვერ დაინახა, ზოგმა უაზრო შეცირა თავი და ზოგმა ზოგმა და ზოგმა.
მაგრამ ნუ იყო ნაწილებიც ხედავდა ამას ყველაფერს, აი მაგალითად შამილ ბასაევს შევხვდი 93 წლის თებერვალში. პრეზიდენტის სასახლეში გროზნოში. მე და სამი ქართველი ჟურნალისტი. და როგორ ვიყავით, მე ჩვენ ვიყავით უდეთან ინტერვიუზე. იქ რო ლიფტში ჩამოდიოდით, აი ლიფტის კარი მეოთხე სართულზე გაიყო და გამოგვათრიეს, რო იყვნენ ლიფტიდან აგუ მოსაევი დაცვის უფროსი დუდეების არ შეედია ლიფტში და ეს ფეხით მოდიოდა. ეს მე შემოვარდა იქ იერარქია მოღებული მოთახში სადაც შევიყვანეს, მაგრამ სადაც შევიყვანეს იმ მოთახში დაკდა შამილ ბასაევი. და იყო ესეთი ხუნკაროვი იყო ეს ცნობილი საველემენტალო კიდევ ერთი. და აი შამილ ბასაევთან იქ შელაპარაკება მოხდა და მაშინ მითხრა რომ ჩვენ შევემოს კი არ ვებძვითო ქართულ ხალხს. არამედ შევარდაძის ხუნტას. რაგანსროება, ესეთი, ნუ ხამე სხვა საუბრებიც იყო იქ. ყველაფერი ესე იგი ყველაფერს მოვიდა საზრე არ აქვს, შორს არ გვყავს. ხო და ნუ ეს იყო, ეს გზავნილი იყო, ამით ხომ გამოჭედილი თავი, ან ამას ფარადი ფარებდა, თვითონ აზიარებმა გახდებოდა სინამდვილე. ჩრდილოეთ კავკასიებად გულისხმობდა. და პროდი დიასპოტის იყო აფხაზეთში. კი, მოკლედ ახლა ეს სხვა თემა. საბოლოო ჯამში მე ისმინდა გითხრათ, რომ აი მეცდე მაქლმე როდესაც ადამიანები ლაპარაკობენ ჩვენ აფხაზეთი უნდა დავიბრუნოთ და ასე შემდეგ. კი, ესეულური. მაგრამ ამისთვის მუშაობა საჭირო. ძალიან სერიოზული მუშაობა. აი მაგალითად ეხლა დღეს რო გამოაცხადა დაბრუნებული აფხაზეთი. ისეთი წინააღმდეგობის გორვლები დაგდება. ძალიან დიდი. ისეთი სხვა ტიპის უბედურებას გადავაცდებით, რომ აი ესეთი ნამდვილი ხაფარი. ბატონო მოგა, ყველაფერს ავიდო დავანებოთ, ახლა აფხაზეთში რო შევა, ყველაფერი განაწილებული. ყველას ყველაფერი აქვს და ეს ფოტოშურიც ის ადგილებიც, სადაც მაგალითად, სადაც მე ვცხოვრობდი, სადაც ჩემი ბევრი აფხაზეთი ცხოვრობდა. ის ადგილები დღეს ხვის რასე ძახიან, ისინი ძახიან ტრაფეინი და ზანიადო. ეს ორი სიტყვა აქვს ამათ, ეს იგი ზანიადო თუ სახლი არის, იგეთი ზანიადო, დაკავებულია სახლიო და ამას მიაწერენ დამთავრდა უკვე მისია. აი ტრაფეინის თორე ძახიან, ეს იმას იცავს, რომ იქ ვინ ცხოვრობდა, იმაზე იმისია, ეს მისია მაგ ის სამტრება. ახლა ჩადი შენ და უთხრა რომ ახლა მომეცი მისიენ ტრაფეინი და მომეცი შენი ზანიადოვი სახლი. აქ ხომ წინამდებობა ძალიან ბევრი. ხო, რასაკურველია, უამრავი წინამდებობა დაგხვდება. მარტო მაგაში არ არის კონების უკან დაბრუნებაზე ლაპარაკი. აქ არის მენტალობის ცვლილებაზე. ხო, გადაგვეჩვიე, გაუცხოვდა. არა? ამის საკურველია, არა, ბაქსპარების მომენტდა, მაგრამ ძალიან. ხო, ნუ რაღაც. ის არაფერია, ამავე სტოპის კომენტი. ხო. რამინდა მეთქვა და ერთადერთი პროგრამა მუშაობს, რომელიც რაღაცნაირად დაახლოებს ქართველებს და აფხაზებს, ღია პროგრამა, ეს არის სამედიცინო პროგრამა. სხვა პროგრამა პრაქტიკულად არაფერი არ მუშაობს და ჩვენ არასოდეს არ სისტემური პროგრამა იმისა, რომ რაღაცნაირად იმოქმედოთ იმათ ცნობიერებაზე, აზრზე და ასე შემდეგ, ამათ ეს პროგრამა არ მუშაობს. თუმცა განათლებას ბლოკავენ, ხო? კი, რასაკურველია. ბევრი რამეა ესე გასაკეთებელი იმისთვის, რომ მენტალობა იქაური შეიცვალოს. სხვანაირ შემთხვევაში ეს დაბრუნება მარტივად ვერ შედგება. იმიტომ რომ არა მარტო ტერიტორიის დაბრუნებაზე იყო ლაპარაკი, ეს მოარული ფრაზა უკვე ადამიანებიდან დაებრუნდა ადამიანების დაბრუნებას წინ ძალიან ბევრი პრობლემაა. გავანებოთ ახლა ამას და ეს არის სულიერების სფეროდან არის საკითხი. და ალბათ პოლიტიკური საკითხი. დიახ, პოლიტიკური საკითხი. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ბატონო, რაზე შეიძლება დავუშვათ აფხაზეთთან ლაპარაკი? იმიტომ რომ ეს თქვენ ძალიან და მე გეთანხმებით რომ ლაპარაკი აუცილებლად საჭირო და ჩვენ ამაზე უნდა ფედერაცია საჭირო ლაპარაკი. ფედერაცია, ფორმა, როგორ შეიძლება ფედერაცია და კონფედერაციასთან მე გეტყვით, რა ვიცი, მე მგონი იცი, ბევრი შემთხვევაში ყოველ სულადაცემაში. 2024 წლის ზაფხულში ეს თემა ქართულ აფხაზური ურთიერთობის წესის შესვლა იყო ძალიან აქტუალური რუსების მხრიდან. რუსები ძალიან გირდებოდათ, რომ მათი სავაჭრო გზა, რომელიც ჰქვია პეტერბურგი, მუმბაის სავაჭრო კორიდორი დერეფანი, ამას გაევლო საქართველოს ტერიტორიაზე. რადგან ის გადის ის არის ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მიმავალი გზა და გადის ჩრდილოეთიდან ირანისკენ. ირანისკენ და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადის ჯერ ირანის ტერიტორიაზე.
და უკვე დაძაბული იყო რუსეთსა და აზერბაიჯანს ურთიერთობებში თვითონავე ჩამოგდებული არ იყო, მაგრამ უკვე იყო იგრძნობოდა ეს დაძაბულობა და მოსკოვში გადასარევად იციან, რომ ყარაბაღის ის მოვლენების კონტექსტში შეცდომა დაუშვეს, რომ აზერბაიჯანს მწვანე ამოდის სომხეთთან დაპირისპირებაზე. მაგრამ ეს არის ერთ-ერთი ლიდერის, რუსეთის ერთ-ერთი ლიდერის იდეა იყო და ამ ლიდერს მოკლედ ქოლავდა რაც შეუძლია, მაგრამ რას იცავდა უკვე ვერ დააბრუნა. უბრალოდ ეხლა დღეს თურქეთმა მოახერხა ის, რომ პრაქტიკულად რუსეთი გააძევა სამხრეთ კავკასიიდან. გულისხმობ პოლიტიკურ გავლენებს, და სამხრეთ კავკასიას დაგერად გაჭიმული ხო? ხო და პოლიტიკურ გავლენებს. და ამიტომ ითვლებოდა, რომ ის გზა, იმ გზას არ უნდა იმუშავოს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, რომ თურქეთის გავლენის ქვეშ არ ყოფილიყო. ამიტომ გაიარა საქართველოს ტერიტორიაზე, მერე სომხეთის ტერიტორიაზე და მერე ისევ ირანში, თან გადაკვეთავდა ზანგეზურის კორიდორს პერპენდიკულარში. და ამაზე იყო მთელი ამბავი, როდის 24 წელს გახსოვთ ალბათ გამოხდა, მაშინ იყო დეპუტატი ნატალია სმირი, ეგეთი დეპუტატი გერე ოპოზიციის წარმომადგენელი, რომელმაც ეს ქვეყანაში ეკოვიდა ეს ამბავი, ესეთი რამ ხდებაო, აფხაზი დეპუტატია, აფხაზი პოლიტიკური მოღვაწეა და მე მაშინ იყო ჩემთვის ნათელი გახდა, რომ უბრალოდ ცნობილი გახდა, რომ გარკვეული კულუარული შემოთავაზებები რუსეთის მხრიდან იყო, მაგრამ იყო პოლიტიკური, ხო, საქართველოს მხრიდან იყო პასუხი პოლიტიკური გადაწყვეტილების გარეშე სამავე არამედ რკინიგზის სამუშაო არ გამოვა, მაგრამ იქ პასუხი იყო ასეთი, რომ კონფედერაცია მხოლოდ. კონფედერაცია მიუღებელია, მე ვიცი აფხაზეთისთვის და ჩვენთვის ხო აბსოლუტურად მიუღებელია. და ჩაიშალა ეს ამბავი მოკლედ. ეხლა ეს მოსკოვის სიჯიუტე პრაქტიკულად რა შედეგი მოიტანა. ეს თემა დარჩა დახურული და დღეს გადის სავაჭრო გზა რუსეთისთვის. ერთადერთი ესეთი გზა, სტაბილური გზა გადის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და პრინციპში აზერბაიჯანი დღეს აკონტროლებს რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვან სავაჭრო არტერიას. აზერბაიჯანი განსაკუთრებით თურქეთი აკონტროლებს სავაჭრო არტერიას. მოსკოვში აღუდგა, მაგრამ გამოსავალი სხვა არ არის. ესეთი ვითარებაა მოკლედ ახლა. ვერცერთი ხელისუფლება საქართველოში ვინც არ უნდა იყოს, ვერ მიიღებს იმ ტიპის გადაწყვეტილებას, რომ რკინიგზა ავამუშავოთ და ტერიტორიაზე არ ვიყავ. ბატონო მომგა მე ეს კითხვა მაქვს თქვენთან და ბუნებრივ ბოლოს მინდოდა და მე რა ხან თქვენ ეცა მოიწევთ, მაგრამ მე რაღაცა რომ მინდა რომ თქვენ კითხოთ. რუსეთი უკვე ძალიან დარწმუნებით ამბობს, რომ ერთი სომხეთის ნაკვეთის აღდგენაზე ამბობს გამოყობს სომხეთში მიგზავნა და მეორე აფხაზეთში გავლის რუსეთი, აფხაზეთი და მე აზერბაიჯანი და მე ირანი ამ რკინიგზაზე თვითონ უკვე ძალიან დარწმუნებით ამბობენ, რომ ეს რკინიგზა უნდა ეს წესი რუსეთის ნიადაგის მოსინჯო კატეგორიული ტრონია. არაფერი არ არის გადაწყვეტილი, ეს ავერჩუკია ეს ვიცე-პრემიერი რუსეთის ვიცე-პრემიერმა თქვა ეს. იმან გააკეთა ეს განცხადება და ესეც ნიადაგის მოსინჯვის თვალსაჩინო ერთი და მეორე ცოტა ხნის წინ მათვე გააკეთა ეს განცხადება ისევ სამთავრობო აპარატის წარმომადგენლება იმის თაობაზე, რომ ეხლა პროექტირება მიმდინარეობს ინგუშეთიდან საქართველოში სარკინიგზო გვირაბის გასაყვანად. ხო და ეს განცხადება მთელი შემოდგომის განმავლობაში სხვადასხვა პლატფორმიდან სულ ისმოდა. ეს არის ალტერნატივა, რადგან ვერ მოილაპარაკეს აფხაზეთის რკინიგზაზე, ვითომ ეხლა ინგუშეთიდან. ეხლა ოვერჩუკი ისევ ლაპარაკობს აფხაზეთის რკინიგზის სამუშაოზე, იმიტომ რომ ძალიან ძვირი ჯდება. ეს უზარმაზარი თანხები ჯდება. ეს მთელი კავკასია უნდა გათხარა. ომი უნდა გააჩერო, მთელი ჯორი გადმოისროლო აქეთ, რომ ის გვირაბი გათხარა. ამას ვერ გააკეთებს. ხო და მოკლედ ასეა თუ ისეა, აი ესეთი ვითარებაა. ეს კომპრომისი ამ წუთში არ ჩანს. გამოსავალი სხვა კომპრომისი არ წავიდა, ვერცერთი მთავრობა თბილისში ვერ გადადგამს იმ ნაბიჯს, რომ მოდი ჯერ რკინიგზა ვამუშავო და მე ვერ ვლაპარაკოთ. არ გამოვა ეს არ გავა. ამიტომ ნუ აი არ ვიცი ეს ლაპარაკი არის ჯერჯერობით წყლის ნახვა, მაგრამ შეიძლება მე და თქვენ არ ვიცით და ზოგს უკან რაღაცა მიდის მოლაპარაკება აი ამ პოლიტიკური საკითხის მოგვარებას. ვერ გეტყვით. ბატონო, ასეთი მოაგვი აზრს გაჩერდა, რომ აი რუსეთმა აფხაზეთი გაწოდა ყარაბაღში.
ამ ყარაბაღი და ეს სომხებს ავდებს აფხაზეთს. არა სომხებს აფხაზეთს კი არა სომხებს ავდებს ისეთ მდგომარეობაშია დღეს მოსკოვა. იმიტომ ძალიან რთული ვითარებაა სომხეთში. სომხეთი არის დღეს პრაქტიკულად დენდის კასრზე, როგორც შიდა პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ისე აი ამ ამერიკულ რუსული დაპირისპირების მოექცა როგორც რასისტი რა მდგომარეობაში იყო საქართველოს 2000-იანების დასაწყისში. ესე იგი, როგორი საოცარი რაღაცა ხდება ჩვენ გახსოვთ ალბათ მე არაერთხელ მე პოსტში მithავს ჩვენ თავზე მოვაწყოთ ცდები ლაბორატორიაში შევქმნით საქართველოსგან და დავიწყოთ ცდების ჩატარება. დანარჩენები ამას უყურებდნენ და ზოგმა დასკვნა გამოიტანეს, ზოგმა ვერ გამოიტანეს. მაგალითად, ბალტიისპირელებმა გამოიტანეს. მაგრამ უკრაინელებმა ვერ გამოიტანეს დასკვნა და თამდე მიწვეული ვიყავი 2015 წელს როგორც ექსპერტი თვალსაზრისით, რომ გამეზიარებინა ჩვენი ესე ვთქვათ შეცდომების პაკეტი და მე თქო რომ აი კოსმოსს მიმიწვიეს იმათ რომ შეცდომა არ დაეშვა. რაც უგარო ნახე და რაც უხარეს საწინააღმდეგო გააკეთეს ყველაფერი. იგივე მდგომარეობაში ახლა სომხეთი, რაც ჩვენ გავიარეთ, სომხეთი ხა იმ გზას გადის. და იგივე შეცდომა. ზუსტად. ესე იგი იქაც ცდილობს რომ წოდი არ დაწოს, აქაც ცდილობს რომ არ გამოვა ეს ძალიან რთულია და გარდა მაგისა ახლა აი ქართულ პრესაში იწერება რომ არის ამერიკელებმა ისეთი პატივიცეს ეს ჩავიდა ფული ჩაუტანა პაშინიანში ეს ჩაუდო იქ მე კიდე რაღაცები ჩაუგუჭე ეს მართალია ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამების განხორციელებას იცავდა სომხეთის ტერიტორიაზე მაგრამ 9 მილიარდი რომელზედაც არის ლაპარაკი ეს მესის ჩასვლის კონტექსტში 9 მილიარდს გადას არ გადას ეს 25 მილიარდიანი ბიუჯეტის ქონი ქვეყნისთვის 9 მილიარდის ეს ძალიან დიდია გასავლენ პროცესში. თუმცა არის ესეთი რამე. თან ახლა ამერიკელები მოითხოვენ რომ მეცამორის ატომური ელექტროსადგურის რემონტი გააჩეროს სომხებმა და პატარ-პატარა რამოდენიმე ატომური ელექტროსადგურის შექმნა ამერიკული ტექნოლოგიებით. აი ეს 9 მილიარდის ხოდა მეც მანდავარ ხა გიუმრის ბაზაზე უკრაინები რო ჯდებიან ზვარქონცის აეროპორტში ჰერკულესები ვერა მაგისტრავისებს არ არის, მაგრამ ადამიანები თურქნები ჯდებიან ის რო არის მეორე აეროპორტი, სადაც რუსული თურქნები უბრალოდ ეს მიგართვა. ესე იგი, რუსეთის გიუმრის ბაზის ტექნიკური აღჭურვილობა გაორმაგ გასამა. ისეთი მდგომარეობა. ეხლა იმის თავი რომ რუსებმა სამხედრო ოპერაცია წამოიწყო, ნამდვილად არა, ეხლა რუსებს ამ დროში, მაგრამ რუსეთის სამხედრო არმია საკმაოდ სერიოზულად შეიარაღა და ამბობს. მაგრამ მე ის მინდა გითხრათ რომ უბრალოდ ეს არის რა ქვია, თეთქებადი ამიტომ ის გასაგებია რომ აუცილებლად აფეთქება. თეთქებადი სიტუაცია, მსხვილი მოთამაშეები ისე იმ ტიპის თამაშს აწარმოებენ კავკასიის ტერიტორიაზე, რაც იყო წლების განმავლობაში, რომ მე უნდა ვიყო აქ, ჩემი გავლენა უნდა იყოს აუცილებლად. აი დაახლოებით ამ ტიპის, ის არის თურქეთი, რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატები ეხლა უკვე საფრანგეთი ცალკე წვალობს რაღაცას, ჩინეთმა რაღაცები მოინდომანდა, ნუ აი ეს პარსები ძალიან დიდი ინტერესის სფეროა კავკასიაში. გასაკუთრებით საკონცო ტრანსპორტირების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია, გასაკუთრებით აი ამ სანქციების ფონზე და ამ ზღვების საზღვაო ტრანსპორტირების ფონზე და ასე შემდეგ. შეიძლება იგივე სიტუაცია ცენტრალურ აზიაში. ძიმეთ მართალია ირგიზეთში, ყაზახეთში ძალიან არასასიამოვნო სიტუაცია, გასაკუთრებით ირგიზეთში. ნუ ეხლა ეს სხვათა გადაცემის. ბატონო, ახლა გასაგებია ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენ დღეს ახლა რომ გადავიდეთ ამ აფხაზეთში რა ხდება და რა სიტუაციაა წარეთ, ახლა ასე იაგანები გასაცამ ჩვენ იმაზე მეტი გვაქვს და თქვენ გითხრათ უფრო მეტი იცით აფხაზეთში რა ხდება. არავით არის ეკონომიკა, არავით არის კულტურა, არავით არის ექონომიკა, არავით არის მშენებლობა, არავით არის რაღაცა პერსპექტივა არ არსებობს აქ, არავის არ არსებობს აქ და აფხაზები ახლა თავი მოაქვს და იძახიან რომ რა საპარაკო ჩვენ სტრატეგიული პარტნიორი გვაქვს. აი რაზე შეიძლება ჩვენ წამოვყენოთ აფხაზები? არის რამე ის შანსი რომ ჩვენ რაღაცაზე წამოვყენოთ რომ ქართველებთან და საქართველოსთან თუ ამას რუსეთი დაუშვებს თუ არა. ეს მაინტერესებს აი თქვენი მოსაზრება. რუსეთი ამას ყველანაირად უნდა შეუშვეს. ეხლა აი მოდის მანერა შევხედოთ ამ პრობლემას. რუსეთმა როგორ დააპირისპირა ჩერქეზები და აფხაზები ერთმანეთს, ერთად გვეიბრძოდნენ. მე როგორ დააპირისპირა წლების განმავლობაში. დღეს ჩერქეზებისთვის აფხაზები არ არის სანდო პარტნიორები.
რაც არ უნდა ილაპარაკონ ღია ეთერში ზოგიერთმა ჩერქეზმა პოლიტიკურად მოღვაწე, იმიტომ რომ ვერაფერს ვერ გაიგეს ჩერქეზებმა რატო აღიარა ჩერქეზების გენოციდი საქართველოს და რატო არ აღიარეს აფხაზეთს. აფხაზეთმა არ აღიარეს. აფხაზეთის პარლამენტი ამაზე უარი. ხო და ეს რუსეთს არ აწყობდა და იმიტომ. ასაკურველი რუსეთს არ აწყობდა. ანუ ის რომ კავკასიელებს შორის მუდმივად მსხვილი მოთამაშეების შუქს აღვივებდნენ, ეს ფაქტია. ისტორიულად ესე იყო ყოველთვის. რუსეთი დარჩა ისევ მეთოდოლოგიის ტყვე. და დღემდე ესე აპირისპირებს ერთმანეთს, შეშლებს და ინგუშებსაც კი ერთ ხალხს, ვაინახო ხალხს. ხო და აქაც იგივე მდგომარეობა და აფხაზები არიან აფხაზებში ძალიან ცოტას რაოდენობის ადამიანს გაუჩნდა განწყობები გაღიზიანება რუსეთის მიმართ აი ამ კონტექსტში რომ არა რუსეთის საქციელის მიმართ გაღიზიანება ძალიან ბევრს აქვს მაგრამ ის რომ მოდი ეს გაღიზიანება შევამსუბუქოთ იმით რომ ჩვენს გარშემო ხალხებს დაუკავშირდეთ და იმათთან ერთად ქართველები იქნებიან, ჩერქეზები იქნებიან, სხვები იქნებიან, აი იმათთან ერთად რაღაცნაირად ამით მაინც ვევაჭროთ რუსეთს, აი აქამდე ჯერ მასიურად ვერ მივიდე. რუსეთს ვევაჭროთ, ვთქვათ, იმით რომ თუ თქვენ სულად მოგექცევით, ჩვენ ქართველებს თან მივიდეთ. ეს აქამდე ჯერ ვერ მივიდე. ძლიერად ერიდა. ეხლა რამოდენიმე ადამიანის ხმა ძალიან მორიდებული და ძალიან სულ განსაკუთრებით ვინც უცხოეთში ცხოვრობს, იმათი ხმა ისე არის. ამიტომ ჩვენ უნდა შევთავაზოთ აფხაზებს მხარდაჭერა, აი ოსმოში მხარდაჭერა კი არ არის სწორი სიტყვა, მხარდაჭერა თავისთავად ეგ არაფერი. ჩვენ უნდა შევთავაზოთ ძალიან საინტერესო ინიციატივები და პროექტები. აი ზუსტად ახლა ეს კითხვა მინდოდა დამისვოთ თქვენთვის, ახლა სლოგანი გამოჩნდა აფხაზეთში, რომ აფხაზეთის გადარჩენა საქართველოში. არის ასეთი? არის, მაგრამ ცოტა ჯერ ოშერბოჭი. ამ ეს რას ნიშნავს თქვენი თვალსაჩინო? ნუ როცა გაიარეს უკვე პრაქტიკულად გაიარეს. ადრე ესე იყო რომ საქართველოში მაცხოვრებელი აფხაზები საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკაში მაცხოვრებლები ამბობდნენ ფრაზას რომ საქართველოში აფხაზები დაიღუპნენ. ეხლა რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ რესპუბლიკაში თუ არა ყოველ შემთხვევაში მასთან ახლო ყოფილი აფხაზები უკვე ამბობენ სხვა ფრაზას. იმიტომ გამოცვალეს ის ცხოვრება. აი რუსები იქცევიან აფხაზეთში როგორც უნდა. ისე იქცევიან აფხაზებს როგორც უნდა ეს. ეხლა ჩვენ ხო ვიცით რომ პრინციპში ალბათ განსაკუთრებით დოინასნობი და მესხოს აფხაზეთში როგორ დაძაბული ურთიერთობა, როგორი უსიამოვნო ურთიერთობა რუს ტურისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობებს. აფხაზს არ შეუძლია იყოს ვიღაცის მსახური. ხო და იქ მომსახურე პერსონალს ნიშნავს, ხო? არ უყვარს ეს რუსები. თვითონ რომ ესენი ყველანი ცუდები არიან. პროსოდო უყვარს საერთოდ ეს დასტიკი, შლაპა და პალკა. ეგრეში. და უცებ სავარჯიშში უნდა იჯდეს ხელმძღვანელს. ხო და ნუ ეს დავაშვიეთ ჩვენც და რუსებმაც თავის დროს და შედარებით მივიღეთ ერი, რომელიც არის თვითმარია თვითმაყოფილი თავის ისე ვთქვათ და ირეკატორი ილუზიებში ცხოვრობს. მართალია ახლა ბევრია ახალგაზრდა გამოჩნდა ესეთი რომელიც ცდილობს გამოაღვიძოს ეს თავისი მაგრამ ეს გენეტიკურ დონეზე ძალიან ცოტა. ისე საქართველოსთან მოლაპარაკება უალტერნატივა არის ამასაც ამბობენ. საქართველოს ამბობენ ყველაფერს, მაგრამ ამას არ აქვს მასიური სახე, ამიტომ მე ამას ვაქცევ ყურადღებას, მაგრამ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. გადამწყვეტია. აი მაინც აფხაზეთში სად არის ეს გასაგები საქართველოსთან თუნდაც დაწყდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან დაგვიჩნდნენ და გვესაუბრონ ველაპარაკონ ერთად რომ მივიდეთ ესე თქვა გაზოგადოება ეგაც ეს თემები ჩვენ უნდა შევთავაზოთ. ესე იგი ჩვენ ახლა თქვენ უკვე მესამე დამისვი შეკითხვა მის თავაზე რომ აფხაზებმა რა ნაბიჯები უნდა გადადგან. აფხაზები კი ჩვენ უნდა გადავთვალოთ ნაბიჯები პირველ რიგში. აი ეს არის ჩვენ აუცილებლად იმიტომ რომ ჩვენ ვართ სხვა რაოდენობის ხალხი. ჩვენ ვართ ისე სახელმწიფოს აღმოჩენილი ერი ჯერჯერობით. ვიდრე სწორად არ გამოჩერებული ვარ დაწავსულობ ხელიდან. ხო და ვიდრე გვაქვს ამის შანსი და ამის საშუალებები, ჩვენ უნდა მოვახერხოთ ისეთი ტიპის ინიციატივების შეთავაზება აფხაზებისთვის, მათი საინტერესო იყოს. ჩვენს ხშირად ხშირი ვართ ხოლმე, რომ რბილ ძალას ეკენებენ ჩვენ წინააღმდეგ. ჩვენ რომ გამოვიყენოთ ეს რბილი ძალას პრობლემის მოსაგვარებლად რა მოხდება. რბილი ძალის გამოყენება ნიშნავს აქტიურ მუშაობას, სისტემურ მუშაობას სოციალურ სფეროებში, საინფორმაციო სივრცეში. ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო?
თუ შეიძლება რომ იქ ჩავიდეს მაგალითად ქართული სიმღერები, ქართული ესტრადას უსმინონ. ეხლა მე მაგალითად ლევან ნარძიმბასთან ვიყავი ერთხელ სტუმრად 2000 დასაწყისში მოკლავდნენ და მისი ცოლი დადიოდა მარინა ავსაჯანიშვილი ქალაქის ქუჩებში ეს სოხუმში ხდებოდა გადახდები კაბრიოლეტ მანქანა ეხლა და ჩართული ქონდა ქართული სიმღერები პრინციპულად და თელეფონზე აღვებდა. მე ვუთხარი რომ მარინა მეუთხარი ეს მისარი გამაღიზიანებელია ახლა ესეთი ხმაურით და შევარჩიეთ სპეციალური ესე ვთქვათ რეპერტუარი მაგიტოფონისთვის. სულ ძალიან კარგი რეაქცია ჰქონდა ამას. შესაბამისი გაგება. მე ამას ეგ ხო არაფერი არ არის, ვაში წვეთიც კი არა. მაგრამ შეიძლება ისეთი სისტემის შექმნა სურვილზეა დამოკიდებული, მაგრამ ნათქვამი არა ორი ხელით ტრაქია, როგორ არის, ხალხა ორი ხელით იჭმება, სურვილი იყოს. თუ ერთი ხელით იჭმება, როგორც არის მოკლედ. თავარი არის შესაბამისი პროგრამა შეიქმნას. რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ მიღები სხვადასხვა სფეროში იქნება საინფორმაციო სფერო იქნება, სამანისირო სფერო იქნება, განათლების სფერო იქნება თუ სხვადასხვა. აი ძალიან აფხაზები ძალიან დიპლომატიციები საერთოდ ხანდალმო ადამიანები ვიცით ჩვენ და აი სახალხო დიპლომატიის კუთხეს ცოტა გაჩვენილი ფაზა ის მაგრამ მაინც როგორ გამოვიდინება რომ არის ამის შანსი რომ ჩვენ იქიდან რაღაცა მოხდეს ქართველებისა და აფხაზების ვიდრე ჩვენი თავოსასწავლე ჯერ კიდე არის ამის შანსი იმიტომ რომ ჯერ სამნაცვლად კავშირები დარჩება ეს არის ერთ-ერთი სეგმენტი ძალიან პროგრამისა რომელიც ერთ-ერთი სეგმენტი და აი ახლა ამასაც მე ხალხაპარაკობს უბრალოდ 30 წელი 20 მაინც რამე შედეგი ყوار ქონდა არაფერი ოდო მორჩექდა რამე ხარი ლაპარაკობდა ხო კიდე ამაზე ახლა თავო მოვიდა რომ სოციალი ქართველები მოხდა სხვა ენაზეა დაცალაპარაკები ესე და ეს პირველ რიგში რა უნდა გავაკეთოთ ისე ჩვენ ახლა ახლა ბუნებრივი ახლა კავკასიას მაინც ძალიან დიდი ის არა გამოსცემ მაგრამ ეს ის ცდილობენ რომ აი თუნდაც იგივე იაგანუმა რო თქვა რომ ჩვენ რუსეთიდან გამოყოფა გვინდა და რუსეთის ვისაც გაუშვებ რუსეთის არასოდეს არ დაეცემა რემისი ქართლის და იმ არწივის არიღოთ ისე არ დაეცემა რუსეთს რომ აფხაზეთ ვერ მიხედოთ და ისე უგოგაზე ჯერ აფხაზეთ ბევრად ჭირდება მასში ვიდრე ზოგიერთი ჩილდოგასილი სიცე აფხაზეთი არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ტერიტორია პლატფორმა იმიტომ აზრის რომ ხამიდან აფხაზეთში ეძახობენ რომ რუსეთმა ჩვენ შევინახავენ და რომ ჩვენ ვართ ნატოს ბუნებრივი პორტფოლიოს არის ნატოს წინააღმდეგ პორტფოლი სამხრეთ კავკასიაში ну вообще это თავისი მართლია მაგრამ ისევ ხა ინახეს და მომბეზდათ და დაუნიშნეს აგრეს კიდე ოქროსა და კიდე ოქროსა კიდე გოს თავის პლუსი აქვს იმიტომ ეს არის სოხუმელი მოგესალმება მე ამბობ რომ ის ისრაელი ვასომეს ფუტურასოთე ვასომეს მაგამაც ნუ პოზდაროთს კი ავიზ რესტორანში Pune bolio zero con la sono solo. Ma ci va bene perché questo è il problema. Ma dice ჩვენ ბიჭი პროგრამას პონი ლოჩი. მოკლედ ასე პარალელობდა ეს. მოკლედ ასე თუ ისე ეს ახლა ეს კერიებო სტილოს მართლა რომ რაღაცნაირად აფხაზური ეს ინტერესების დაიცვას, მაგრამ არ გამოსდის იმიტომ რომ მოსკოვში სხვა სიტუაცია ძალიან სერიოზული ლობისტები ყავს იდეას რატომ უნდა შევინახოთ ეს ჩვენს მიმართ ვარყოფითად განსხვავებული აფხაზური. ასეთ ეს ჯგუფი უკვე ამ ჯგუფმა უკვე სისტემური საქმეა. ისედაც ვიჭრის. დღეს რუსეთის ეკონომიკა იმდენად მძიმეა, რომ ნაბიულინა მეოთხე მდგომარეობაში, რომ ნაბიულინა ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი გამოდის და ამბობს, რომ ჩვენ დავიცვათ ჩვენი ოქროს მარაგის გაყიდვა. ხო და ეხლა რატომ უნდა ინახონ ვიღაცა რომელიც ესეთ ტიპის ორი დანარჩენი მითხრა საპენსიო ასაკსაც ზდიან. რასაკურველია, ხო და მოკლედ ძალიან რთული ვითარება ეკონომიკის თვალსაზრისით კამრების შემოჭრა, მათი ხო გამოდის და ეს არის კამრების შემოჭრა. მართალია ეგზოგენეთი ახალი თავი იახტას ხიბულობს, მაგრამ ნუ რაც არის შეშუქებაში ვიყიდე, ბატონო, მომგას ეთერაბე თქვა, ამ თეორიის თუ სამთის უბრალო. ჯერალზე განსაკუთრებული მიზანი გააჩნია რუსეთის აფხაზეთის მიმართ და ეს არ გაშიფრა მან. ну и говорили, что не сверху куда-то, მაგრამ თავისთავად ეს არის რომ კირიენკოს ატანა უფრო აფხაზეთის კოზაკის ატანა ქონდა.
თანხმობა კირიენკოს ერთი ის უკარგულ მდგომარეობაში ჭალებში ჩავარდა, იმიტომ რომ იძულებულია აი ამ კორუფციულ სქემას ებრძოლოს, რომელიც მოსკოვსა და სოფლში შორის აი ტრანშები გამოყოფილი ხორორი მოსკოვიდან მოდიოდა მე როსტოვში ილექებოდა ნაწილი მე დოკუმენტში ნაწილდებოდა ჩინოვნიკებში და მე მიდიოდა ბიუჯეტში და აი ამის ბრძოლა მოთხოვეს ამასთან ბრძოლა მოთხოვეს კირიენკოს მოსკოვში და უთულესი გამოჩნდა სასწავლოს მაგრამ ის გადაიქცა ბატონო ერთი ასეთი კითხვა მე დამებადა ასეთი აზრი რომ აი ტერმინალი რო აღშენა რუსეთმა ენგურის მარჯვენა სანაპიროზე ეგარისა და დიდის გადასახადის გასწორთან ხითა ახლა ჩვენ დღევანდელი გადასახედიდან დაიქვენ რაც მძანედ და რაც ვისაუბრეთ ამ თემებთან კეთობაში რუსეთთან კეთობაში კენიგზასთან მიმართებაში და განვითარების პერსპექტივა ჯერჯერობით რუსეთში არჩევს რატომ ჩადო ამდენი თანხა რუსეთმა და ჩემი აზრით თუ გაინტერესებს ეს ხომ არ არის რამე დაკავშირებული ისეთ პერსპექტივასთან რომელიც როგორც კირიენკოსთან რომ რაღაცა ესეთი მიზანი აქვს დაფარული მიზანი აქვს რუსეთთან რამე დაფარული პარიმალება აი ეს დაფარულზე გელაპარაკებთ რაღაცნაირად ცდელობა ახლა აი ამ ავერჩიკოს როგორი ეს ვიცე-პრემიერი განცხადებების გარდა აი რუსეთი ცდილობს რომ ეს გზა ამუშავოს, იმიტომ რომ ეს გზა არ ამუშავა, მაშინ სამხრეთ კავკასიაში სავაჭრო ეკონომიკური გავლენა სერიოზულად დაკარგავს. ამიტომ უნდა ამუშავოს, უნდა ამუშავოს არასდროს. აი ეხლა ეთქვა თან ვაჭრობს, თან ცდილობს ყოველდღიურად ქართულ მხარეს დაელაპარაკოს, რაღაცებს თავაზობს, სადღაც ემუქრება კიდევაც ალბათ დარწმუნებულება. ხო და ამიტომაც ხდება ესეთი ინფორმაციის ნაწილობრივი ინფორმაციის გამოსროლა საზოგადოებრივი აზრის მოსამზადებლად ამ ზონდაჟისთვის. რიგ ძალიან ბევრი რამ არის ესეთი, რომელიც ესე მარტივად მოსაგვარებელი რაც შეეხება მაგ იმას. მოხედავთ, სპეციალისტ მარტო ჩვენი გადასახედიდან მოუყურებთ ახლა. როდესაც რაღაცას აკეთებენ რუსები აუცილებლად უქმნიან აფხაზებს დისკომფორტს. რაც არ უნდა გავაკეთო, ინა კანონის მიღება იყოს და კიდე ახლა აი დღეს მაგალითად ამ ჯუჩი მაგალითად ხელი მოაწერიეს აფხაზებს რუსებმა დოკუმენტს რომელიც მიხედვითაც და მოხდა რატიფიცირება პარლამენტში ეს შაშან რომელიც მიხედვითაც რუსეთის ტერიტორიაზე სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილება საარბიტრაჟო სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილება აუცილებელია აფხაზეთისთვის. ხოდა ახლა მიიღო რუსეთის და საარბიტრაჟო სასამართლო გადაწყვეტილება იმის თავაზე რომ აფხაზს პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოღვაწეს მიმართ უნდა დაისხოს სამართლებრივი დევნა. რუსი ბიოტექნოლოგიების შეცვლების გამო და მათ შორის ხელმძღვანელი ამ თავით მოქალაქეთია ხო პრაქტიკულად კანკვარჩია ესე თავარი ასიაში. კანკვარჩია რომელიც არის ერთ-ერთი დარჩენებული თავარი ოპოზიციონერი. აი მაგას გამონებოთ არ გაიგეთ. რატო გიგვებით ამას ყველაფერს? იმიტომ რომ აი როცა რამეს აკეთებენ რუსები აუცილებლად შეუდგებენ რაღაც აფხაზებს ესე ვთქვათ ინტრიგას. ეს გამშვები პუნქტის საბაჟო პუნქტი აშენა ესეთი ორგანიზაცია მსოფლიო ხალხთა გაერთიანებათა ასოციაცია. ბელიამინოვია მისი ხელმძღვანელი მოადგილე იგორი გიორგაძე და ამ იგორი გიორგაძის სახელის გამომართვა მთელი ამბავი ზოგადად გიორგაძე უარყოფს მე არა ეს მაგრამ ის აბრალებდნენ რომ ის იყო მონაწილეობდა სოხუმის აფხაზეთის ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებში და მთელი ამბავი era. ეგეც რუსების შემოგდებული იყო ერთმანეთთან გადაკიდებას ცდილობდნენ. ხოდა ეს გამშვები პუნქტი არის საშუალო ძალიან საინტერესოა. გარშემოა გალის რაიონი რომელიც არის გაპარტახებული და აქ არის დუდიფრი მოსწავლე. ამ იმას გამშვები პუნქტი და უმოქმედო ამ დროს უმოქმედო არის ნავთუში მაგრამ მეტყო ეროდებია რომ მოლაპარაკება შედგება და ეს და გაიხსნება და ვიღაცა მაგრამ კომპრომისზე რუსეთი არასოდეს არ მიდის. რუსეთი არავითარ არ ვაჭრობს. ხომ ამათი ის არის თვისებას. ერთმანეთში ვაჭრობენ ახლა რუსები ამ თემასთან დაკავშირებით. თუმცა მე შემიძლია გითხრათ ეს სერიოზული სიტუაცია მოკლედ იმათ სადეიმას შორის უფრო მობეს და აფხაზეთის მომარაგება და ვისენ ჯერ კიდევ უნდა ეს პლატფორმა შეინარჩუნოს.
კირიენკო ამ უკანასკნელთან ხარეს. ბატონო, თქვენ გახსენებათ საერთოდ რუსეთის კომპრომისი, მინესთან მოდეს. როგორ აღმოსანებოდა თორეგეთი აზერბაიჯანთან კომპრომისი 2010 წელს უზარმაზარი ტერიტორია დაუთხო. დაღესტნისა და აზერბაიჯანის საზღვარი გადაწია 4 სოფლი დაღესტნისაგან. მდინარე სამუგის მიმდებარე ტერიტორია. აი მდინარე სამუგი გადის დაღესტანსა და აზერბაიჯანს შორის და ამ უფრო სამხრეთით იყო საზღვარი და ესე იგი აზერბაიჯანის საზღვრამდე ამ სამუგიდან იყო 4 სოფელი ლეკური. აი ეს 4 სოფელი დაუთმო თავის ტერიტორიით და მდინარე სამუგის ფარვატერის ნახევარი დაუთმო აზერბაიჯანს 2010 წელს. მედვედევის ტონოზე. არის ჩვენ პატარა ტერიტორიის გამო შეგვიძლია ლამის ისარნას რა ქვია. თავი მოიკლას. ნუ ესეთი შემთხვევები კიდე არაერთი ყოფილია ხა, ნუ კარგი გამოსატანია ახლა რა შედარება აზერბაიჯანთან ჩინეთს შორის, მაგრამ გადასამთელი პრაქტიკულად ქალაქი ბლაგოეშენსკის მიმდებარე ტერიტორია დამანსკი, რომელზეც ამერიკის მდავალი 60-იან წლებში. Bogadasis Chinas problem. ამიტომ მოსალოდნელია კომპრომისის გარეშე ბუნებრივია საქართველოსთან ურთიერთობა ხო არ დაგდებოდა, არ დაგდებოდა იქნება ეს ჰაში გამოგიდებული. რუსეთს აქვს ორი გზა, საქართველოს მოდაბარდა და საქართველოს დაიქოს. აი ასეთ პირებს. ვეთქო მეორე გზა თუ მოიდომა რუსეთმა მაშინ რასვლა ხო ეხლა ჩვენ სტაბს ვარშევით ანტირუსულ საომარს კამჯეთში. Видимо, работа разговаривали, а მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის დომებია არ გასვლია. მიუხედავად ყოველისა, ეს კილომეტრის რუსეთს არ აქვს ესეთი იმისა, უნება რომ კიდე ახალი სამხედრო ოპერაცია წარმოიქმნას. ეს არ ნიშნავს, რომ მომავალში არ იქნება, მაგრამ პლუსში ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ საქმე აქამდე არ მივიყვანოთ, მაგრამ ჩვენი სუვერენიტეტი, ჩვენი პოლიტიკური იმიჯის პოლიტიკური პოზიციას არ დავთ. ბატონო, ახლა რუსეთი რომ დასუსტებულია და რუსეთი რომ ახლა დასუსტებული როგორ ახლა, მაგრამ ის თვითმარი ქვეყანა მაგიდა დასუსტებული ინდონეზია არ არის რომ ახლა მაგალითად ქათამდებოდა დაეცემა თქვათ, მაგრამ თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ უკრაინაში რუსეთი იგებს? აი გაიგეთ და შეიძლება მე ვერ ვიტყვი რუსეთი იგებს, მაგრამ ვერც მე ვიტყვი აგებს. არც აგებს. არტელია ეხლა გადაფარულია ყველა ის მიზნები და ამოცანები, რადგან დაიწყო ეს კონფლიქტი, რომ მითხრას ვინმე რომ რუსეთმა თავის მიზნები და ამოცანები შეასრულა, ის გამოს კონფლიქტი დაიწყო, მაგრამ გავიცინე, ესე არ არის და ესე იგი რაც პრაქტიკულად მეორე მსოფლიო ომის პერიოდია, რაოდენობის თვალსაზრისით, რეების თვალსაზრისით უფრო მეტი გამოვიდა და მთლიანად მეორე მსოფლიო ომის ფარგლებზე მიდიან უკვე. მიგიგებიან, ხო და მოკლედ ასეთ ისეა ეს ძალიან აქტიური მდგომარეობა, მაგრამ ხო და ვერ მიაღწია რუსეთმა იმას რაც მას უნდა. ვერ შეატყო და ეს ვეოსისა. ვერ შეესრულა. ხო და თან ხო გავითვალისწინეთ რომ ამასობაში რუსეთმა ხოსია ზაპოროჟიეს და ხერსონის შემოიერთა საბუთი. მაგრამ ეს გაღალზია, არ არის შემოერთებული. და ნაციონალური ტერიტორიით არა ბოლომდე. ბოლომდე არ აქვს მაგას. ამაში ამიტომ ვამბობ რომ ისე პრაქტიკულად დასმულ კითხვას პასუხი ესეთია, ვერც იგებს, მაგრამ არც აგებს. აი ეს არის. არის შუაში ესა და შუაშია. ასევე უკრაინა ვერც იგებს, მაგრამ არ არის. მაგრამ ამაზე არ უნდა მოსთხოვოს რუსმა ხალხმა პოტენციალ პასუხი, როცა მილიონზე მეტი ადამიანი შეაწყვეტა აი მე ვიტყოდი უაზრო ეს დაწყობები ნელ-ნელა გაჩნდა. მაგრამ როგორ არის რომ პუტინის ხელისუფლება ამაშიც იცევა ძალიან ზაბულად შეიძლება ითქვას რომ დიდი ქალაქების მაცხოვრებლების ძალიან დაბალი პროცენტია ამაში დაუყურებული. საერთოდ ამის მონაწილე, მაგრამ მოსკოვი და პეტერბურგი. მოსკოვში 0.02%. და როცა მაგალითად აი დაღესტანში და მაშინ ჩეჩნეთში და განსაკუთრებით ჩრდილოეთში უამრავია დაუყურებული პროცენტული მაჩვენებელი ძალიან მაღალია ზოგ შემთხვევაში. 32 სუბიექტი იყო და იქიდან აი ბურიატებია გასაკუთრებით გაწყვეტილი ძალიან ბევრი. ხო და ნუ ახლა რა გითხრათ, აი ამ პერიფერიებზე უკვე დაიწყო ეს ევროპითი განწყობები, მაგრამ ნუ ამას არ აქვს მასობრივი და დაღესტნის გარდა არსებობდა ყოფილა მასობრივი გამოსვლა.
თუმცა ახლა ნელა რუსულ ქალაქებში და დავებში დაიწყო ეს ამბავი და ქალაქებში გადაინაცვლეს. რა არის რომ რუსეთმა ისეთი სისტემები დაუშვა, რომ საბოლოო ჯამში ამის გამოსწორებას აი სანქციური პოლიტიკის მოხსნას მიუხედავად იმისა, რომ ახლა იბრანჯებიან ეს ევროპელი ლიდერები და ჩავდეთ რუსეთს ველაბარ, ეს ყველაფერი ლაპარაკისთვის. ეს არ არის გადაწყვეტილებების მიღება. ეს გაიჩინება კიდევ უსასრულო დროს. რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან ხიფია. არ ვამბობ კატასტროფული, ხმარია მართლა თქვენი ნათქვამი არ იყოს, მაგრამ ისეთი მდგომარეობა. ეხლა დღეს მაგალითად ამ წუთში ჩინეთი მისგან ყიდულობს გასაკუთრებით ნავთობს ძალიან დაბალ ფასებში. ზოგჯერ თუის დემპინგურ ფასებში. ეხლა $20 ის მაგალითად ბარელს ყიდის ეს Rosneft ეს ორგანიზაცია $20 მაგარი ფასად ვიდრე საბაზრო რეგულირება. $20 ხო. ხო და ნუ მოკლედ რთული ვითარებაა რა ეხლა პრინციპში რუსეთის ეკონომიკა ასეა. რუსეთმა ბოლო 25 წლის განმავლობაში $3 ტრილიონი გამოიმუშავა თავისი ენერგომატარებლების გაგებით. ეს $3 ტრილიონიდან ესე იგი 60% რო გამოიყენებინა ქვეყნისთვის ეს იქნებოდა ყოველთვის ევროპული ნაწილი, საყვარელი ქვეყანა. ხო და ნუ ეხლა თქვენ ხვდებით რა მდგომარეობაში იყო რუსეთი 99-ში ის რუსეთი ჩაიბარა ის რუსეთი არის ეს დღესაც ეხლა რო გადახედეთ გასაგებია პუტინი ატო გააკეთა თავის ქვეყანა ამგა ზუსტად მიმოღება ისინი საშუალო ნუ მართვის ესეთი სტილი აქვს რუსეთს სტილი ესეთი ეთყობა და ეს არის მაგის მენტალიტეტი ის თუ მაუცილოს ხოლმე სპეცი ტერიტორია უნდა დაიყოს და მოულის არ მოულის მაგას არ სიკეთეს მოიტანა რა ეს არ აინტერესებს ეს თავის ხალხის ხალხზე აკეთებს ამ ყველაფერს და უკრაინას ახლა ეხმარება დასავლეთ და ამერიკა ბატონო ეხმარება კი როგორ არ ეხმარება ეხლა ნუ აი კიდევ 30 მილიარდის გამოყოფაზე ელაპარაკი რითაც რთული მდგომარეობა იმიტომ მარტო იქაც იქცა უკრაინა ფულის აი როგორი ქვევრა იგარგება ეს ფული ხრამ იმიტომ რომ იქაც ესე იგი არ იყო სისტემური მიდგომა ამ საკითხის მიმართ ისეთი როგორც საჭიროება მე ადამიანების რესურსი არ აქვს უკრაინას ისეთი რომ შეუძლია 1000 კილომეტრიანი საზღვარზე ერთნაირი წარმატებით წარმოსყოლთან ოპერაცია ამიტომ არის რომ ფედოროვი დაინიშნა ministrat ინტერეს არის თუ ტექნოლოგიური ომის მომხრე და ის აი უფრო დრონებით შედევას აღწევს და ახლა დრონები და სხვა ასპექტს იქნებს. ახლა მაგ ძალიან ეფექტური შედევა ქონდა გუში ინტერეს სტარლინგი გაუტიშეს რუსებს მობილური სტარლინგი რო ქონდა. და აქედან გამომდინარე დააბრმავეს რუსული არმია პრაქტიკულად ელექტრონული გაზაში ახლა ამერიკას რო ეხმარება. კი, მაგრამ ნუ ამას ფედოროვთან გენიუსია ამ იმისი ელექტრონული ომის შეიძლება რომ აი ბავშვები თამაშობენ, ეს ელექტრონული თამაშები როა. აი ამის სპეციალისტები არიან ახლა უკრაინელები დასაკურველი ძალიან მაღალი არის. არა ტექნოლოგიები რუსეთსაც აქვს ახლა ბუნებრივია, მაგრამ დასავლეთ ტექნოლოგიებს აქვს ტექნოლოგიის ქონება ეს არის ერთი. ჩინური ტექნოლოგია რუსეთს რომელიც არანაკლებ ძლიერია და ტექნოლოგიის გლობალური ერთი. მეორე არის სისტემური გამოყენება. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აი უკრაინელებმა ეს მოახერხეს სისტემური გამოყენების. და ესე იგი თქვა ისეთი ნიუანსების გათვალისწინება წინარია უფრო ვიდრე თქვა ანალოგიური სპეციალისტები რუსეთის. თუმცა რუსეთს ძალიან მაღალი დონის სპეციალისტები. მაგრამ ეს ძალიან საინტერესო საკითხია ხეთჩენ ახლა და მართლაც ესე იგი რუსეთის დასუსტების პროცესი ძელდება ვთქვათ აფხაზებს მაინც ამის იმედი აქვს ისინი მაინც ფიქრობენ რომ რუსეთი ჩვენი არის პარტნიორი, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და რუსეთი არასოდეს არ მიგვატოვებთ, არასოდეს არ შეგვატოვებთ. თუმცა საქართველოს არც აპირებს ახლა იარაღი და ომი და ხარცეც შეფორს აფხაზეთში, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ რომ საბოლოო ჯამში მაინც მე იქით მყოფშებს რომ მაინც აფხაზეთზე მინდა გავამახვილო და ვთქვა რომ დრო შემოგვიყვას აფხაზეთს დავუძდეთ, დავსხდეთ და ვილაპარაკოთ. ვილაპარაკოთ ისე რომ ვიჩქაროთ ნელა. სხვანაირად არ შეიძლება. მე ხომ ვიცი რომ თქვენი წარმომადგენლები, თქვენი ექსპერტები, თქვენი ბლოგერები რას ამბობენ და როგორ ამბობენ რა სიტუაცია და რა ხდებოდა საფხაზეთში.
აი ხო კიდევ ეს ყველაფერი რომ მომყარეს, ყველაფერი გითხრა რა ხდება სოფლიოში, რა ხდება კავკასიაში. აი არცა თქვენი ინტერესი არ იპეცება სამწუხაროდ ეს და ყველა გზა მოდის საქართველოს. დაუზერდა ვისაუბროთ ვილაპარაკოთ ერთმანეთს პატრიოტად რა მოხდა მე მანამდე ომი აყოფილა და რაც ბრძოლები აყოფილა საქართველოსა და იგივე აფხაზეთის რეგიონის შორის იგივე სამეგრელოს რეგიონის შორის იმერეთი და გულია რა არის ყველგან გადაგრებული თუ იმერეთი და სამეგრელო არის გადაგრებული მაგრამ ეს ყველაფერი ისტორია ჩავარდა ბოლო გერმანია პროექტია ბოლო მთელი ევროპა სულ სხვა ზიგდიძდა და მაღალი ტექნოლოგიები ადამიანების ცხოვრების დონით და ხახნის სიცოცხლის გამომგებლობაზე მუშაობენ თქვენ თუ გინდა ეს და ჩვენ თუ გინდა ეს სიკეთე შეიძლება უნდა იყოს სხვანაირად წარმოგიდგენთ და შეუძლებელია თუნდაც თქვენი ერის გადარჩენა და თქვენი ერის გადარჩენა საქართველოს და ქართული ხალხის ინტერესებშია ყველაზე მეტად ვიდრე ეს თქვენ გონიათ რომ დიდი რუსეთი გადაგაცემთ დიდი მადლობა იმედი მაქვს რომ ჩვენი მაინც სპეციფიკურად დავამთავრებთ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა და ასევე პესიმისტური იქნება ჩვენი ცხოვრებაც, იმიტომ რომ სხვა გზა არ შეიძლება. სხვანაირად არ შეიძლება. აფხაზეთი და საქართველო ერთიანი და ერთიანი უნდა იყოს. დიდი მადლობა.